გამარჯობა ჩემო ძვირფასებო. Hello. Hello, Gami. Mile. მივდივართ დიასახლისში. სოფელში წასასვლელად ხო, დედა. სოფელში წასასვლელად რაღაცები ვიყიდოთ. მიხტები ოღონდ საფაშები აყენე. არა, რამე ქიმია მინდა ჯერჯერობით. სათამაშოები უკვე ნახე. სათამაშოები და რაღაცები უკვე ვიყიდეთ. დიასახლისში შევალ ქიმიას ვნახავ. რამე ნორმალურ ფასებში. შამპუნი მინდა, კბილის პასტა მინდა. ფეირი მინდა. კიდე რა? სარიცხის საშუალება ორნაბიტში. ეგეთი რაღაცები რა ვიცი, ნახოთ აბა რაც იქნება გააჩნია. საპონი. იმედია მოვასწრებ სანამ წვიმა არ წამოვიდა. როგორც ყოველთვის გამოვედი, თუ არა ეგრევე წვიმა დაიწყო. თუ ისევ იმ სარკეზე შეგვეკითხა. მე ვუპასუხებ იმას კარგად და მოგიყვებით რაც მოხდა წინაზე ბავშვებს ცოტა უსიამოვნო შემთხვევა შეექმნათ და მოგიყვებით მე. მოკლედ მეგობრებო ვიყიდე რაღაცეები. ქიმია რაც მინდოდა თითქმის ყველაფერი ვიყიდე. და სხვათა შორის აი ამ დიასახლისში ფონიჭალაში ლიტრანახევრიანი ფეირი უფრო იაფი იყო ვიდრე ლიტრიანი ფეირი ლიბრეშიც და ორნაბიტში შევადარე ფასები. ლიტრანახევრიანი ღირდა 8 და რაღაცა 30 თუ რაღაცა. ლიტრიანი ლიბრეშიც და ორნაბიტში თითქმის 9 ლარამდე ღირდა. წარმოიდგინეთ რამხელა ფასდაკლება. რამხელა განსხვავება უფრო სწორედ. საპნები ვიყიდე, შამპუნი და კონდიციონერი ვიყიდე, დიდი სარიცხის საშუალება ვიყიდე ორნაბიტში, მომწონს სხვათა შორის ძალიან იაფიანია, უნდა ითქვას, მაგრამ ის 3 ლიტრიანი რაც იყიდება სითხე ორნაბიტში ძალიან მომწონს ეგ სარიცხის საშუალება. კიდე რა ვიყიდე, ბავშვებისთვის ერთი უპაკოვკა ბარნი ვიყიდე, ერთი დიდი ჩოკოპაი გვაქვს. Ну ცოტა ბევრს არ ვიყიდი ეხლა, მე თუ რაღაცა ისევ წავალთ თელავში, იმიტომ რომ მოკლედ რა ვიცი, ბარგიც ბევრი გვექნება ეხლა და ძალიანაც დედაჩემიც რაღაცებს ჩამოიტანს. ამიტომ ბევრ რაღაცას არ ვიყიდით ესე. პირველ ეტაპზე რაც თქვია. კიდე რაღაცები ვიყიდე. კბილის ჯაგრისი, ხო, დიდი შეკვრა ტუალეტის კაღალდი ვიყიდე იმ დღეს სუფთასახში არა. ლიბრეში ვიყიდე, ნუა 20 ლარად გუშინ წინ, მე მგონი. 32-იანი, 3 შრიანი. ხო, ასეთი ამბები იმედია გვეყოფა და ნუ მოკლედ მერეც წავალთ თელავში და გავისეირნებთ იქაც, ახლა სულ სოფელში ხარ ვიჯდებით იქაც. მერე უკვე ძალიან გვწყინდება ხოლმე ერთი და იგივე რო არის მაინც ყოველთვის. ახლა მეგობრებო რაც შეეხება იმ შემთხვევას რაც იმ დღეს გოგოებს შემთხვევათ. მოკლედ წავიდნენ მაღაზიაში მილენა და სალომე კამილასთვის საჩუქარს ეძებდნენ დაბადების დღისთვის. და სალომე მაიღო სარკე ხო? ხო. მოკლედ ისეთი გასახსნელი სარკე რო არის ხოლმე, ესეთი წიგნივით გასახსნელი სარკე და ორივე მხრიდან არის მიწებებული შიგნიდან სარკე. იხსნება და ერთი გასადიდებელია, მეორე ჩვეულებრივი ესე იხსნება და იკეტება. ახლოს გაქვს? ძვირი არისო რაღაცა 3 ლარამდე ღირდა მე მგონი ხო? კაი დედა რა მნიშვნელობა აქვს? 4-4? მეტი არისო? უი რა 4-4. Просто 4 პაკეტი გავაკეთე. მოკლედ წიგნივით იყო ესეთი გასახსნელი ხო? მოკლედ მივხვდით რა, ჩვეულებრივ ჩანთაში რო იდება ხოლმე პატარა ჩანთაში. და 42-ად გამოვიდა და ნახევრებად. და აიღო ერთი სალომემ, ესე ჩვეულებრივად გახსნა, იქიდან სარკე ჩამოსრიალდა და ეცა იატაკზე და გატყდა. არ იყო მაგრებული და მაგიტო. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმაგრებული არისო, ხო? ხო, ეხა თორე თუ არ გაგვეხსნა კამილას თუ ვაჩუქებდით, გახსნიდა და მაინც გატყდებოდა და ერთი და იგივე გამოვიდოდა და ჩვენი ბრალია დავიჯერო. ხო, მოიცა. ხო და მოკლედ
დაეცა და გაატყდა. ანუ უბრალოდ რატო გახსნისას რატო უნდა ჩამოვარდნილი იყო სარკე? ეს ხო უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ან ცუდად იყო თვითონ სარკე მიმაგრებული, არ იყო კარგად დაწებებული და იმიტომ ჩამოსრიალდა. თორე ბავშვს ხელიდან ეს თვითონ მთლიანად ეს სარკე, კნიშკა სარკე, რასაც ქვია, ის არ დაუვარდა ხელიდან და მაგის შედეგად არ გატყდა. თვითონ იქიდან გახსნისას ჩამოუსრიალდა სარკე, ერთ-ერთი მიმაგრებული სარკე, უпростоრეთ არამიმაგრებული, ჩამოსრიალდა და გატყდა. მოვიდა გამყიდველი თუ კონსულტანტი თუ ვინც არის და გადაახდებინა ამ სარკის თანხა, რადგან გადაუვარდა და რადგან გატყდა. არა და ამის ბრალი არ იყო და სხვათა შორის კიდე მაგდაგვარი, მაგნაირი არა, მაგრამ მაგდაგვარი რაღაცაში მოუვიდათ სხვა მაღაზიაშიც და უფრო ჩემი აზრით, მაგ შემთხვევაში უბედავენ ხოლმე, როცა ბავშვები არიან მარტო და უფროსი არ ახლავთ. არა და ისეთი პატარებიც არ არიან ეხლა, რომ რაღაცა და დააშავონ, ანუ აზროთ რაღაცა სტაცონ ხელი, ან ყველაფერს რო კიდებენ ხელს და ესე, ან რაღაცა რო ჩამოაგდონ ძალით, ისეთი პატარები აღარ არიან ნამდვილად. ანუ მანდვე ვიყიეთ მეორე სარკე, უბრალოდ უფრო ძვირებიც იყო და ძვირები ავიღეთ და იმათ კარგად ჰქონდათ მიმაგრებული. და იაფები რომლებიც იყო, ის მათ ხარისხი არ ჰქონდათ და მაგიტომ დავარდა. მნიშვნელობა იაფია თუ ძვირიანია, იყიდება და უნდა იყოს წესიერი. უხარისხო იყოს, მაგრამ მიმაგრებული ხო უნდა იყოს. ანუ პირველივე გახსნისას ხო არ უნდა ვარდებოდეს და ხო არ უნდა ტყდებოდეს. გაჩვენებდით, რადგან მეორეც უკვე ნახევარზე ძლივს აქვს მიმაგრებული. მოკლედ. ამისი გადაიხადეს, კაი, ჩორცნიმ რასაც ქვია, მაგრამ გადაიხადეს. წყნარად წესიერად ვთქვათ, თუ გინდათ მეთქი გადავიხდით. მაგაში პრობლემა არ არის მეთქი. ჩვეულებრივად გადავიხადეთ, ცუდად არაფერი არ მithქვია. თუ საჭიროა. არა, მე პირადად ძალიან დიდი პრეტენზია მექნებოდა, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი ეს ხელიდან არ ჩამივარდნია, დასრიალდა და ასე ვთქვათ და თვითონ გატყდა. მეორეც ერთი რაღაცნაირად მეორეთ რომ მივიდნენ ეს ბავშვები კიდე სხვა რაღაცის საყიდლად, იმავე დღეს კი არა და რამდენიმე დღის შემდეგ კიდე მოვიდა თურმე ეს კონსულტანტი და შენ ისახა რომ მაშინ სარკე რო გაგიტყდაო და მე მგონი არ გადაგიხდიაო და ამათმა არაო რას ამბობ თუ გადავიხადეთო აიო მენეჯერი მოვაო კამერებს დაათვალიერებსო და მე ვნახოთო გადაიხადეთო თუ არაო ანუ საკმარისი თანხა იქნება თუ არა კასაშიო ანუ რანაირი მიმართვა ხო ჯერ ეგერთი ისეთი ძვირიანი არც არაფერი არ იყო 2 თუ 3 ლარი ღირდა რაღაცა 2.80 იყო მეტი არაფერი აი და მეორეც ერთი ბავშვმა გადაიხადა ერთხელ და მეორეთ რაღაცო ეუბნები ხო ლამის არის დღეს რომ მივედი ძლივს შევიკავე თავი მეთქი არ მივიდე და ეხლა ჩემით არ უთხრა მეთქი არაფერი მაგრამ ნუ ნამდვილად არ შეიძლება მასე იმიტომ რომ უფროსის გარეშე არიან და მეორედ კიდე რაღაცა პრეტენზია გიჩნდება მით უმეტესად რომ გადაიხადეს ბავშვებმა და დღეს კიდე ვიფიქრე ეხლა მილენას დანახვისას მეთქი კიდე რამე რომ თუ კიდე რამეს თუ იტყვის მეთქი აი ვეღარ მოვითმენ მეთქი უკვე ძლივს ისე ვიყავი მეთქი ეხლა მივალ და ვეტყვი ანუ არ შეიძლება რა ამასე ბავშვთან მოგცევა როცა უფროსი არ ახლავს ასე ვთქვათ ჯერ ერთი მეც თითქმის იგივენაირი გამოცდილება მქონდა ხოთა შორის არც ძალიან პატარა აღარ ვიყავი რაღაცა სკოლა დამთავრებული თუ უფროს კლასებში ვიყავით მე და ჩემი და ვიყავით ერთხელ წასულები კონცერტის ბილეთების საყიდლად და მივეცით რაღაცა დიდი 5000-იანი თუ რაღაცა რუბლი და თანხა არ დაგვიბრუნა რაღაცა 2000 რაღაცა უნდა დაებრუნებინა და არ დაგვიბრუნა გვიმტკიცებს დაგიბრუნეთ გადმოატრიალეთ ჯიბეები არაფერი არ აქვს გვიმტკიცებდა იქამდე სანამ კარგად არ გვატირა სანამ კარგად რა ვიცი მე აი ხა როგორ უნდა დაუბრუნებულიყავი სახში დიდი ფული იყო მაშინ ანუ ჩემი ფული არ იყო ასე ვთქვათ 60 ლარიზე მეტი იყო ჩემი ფული არ იყო ეხლა ჩემი ფული რო ყოფილიყო კიდე დავუქნევდი ხელს და აი მეთქი რაც კიდე დავუქნია თქო და ანუ მაგრამ როცა ჩემი ასე ვთქვათ გამომუშავებული ფული არ იყო რაღაცნაირად ზამერიდებოდა ხა სახში როგორ მივიდე რა უთხრა დედაჩემს ამ დროს დედაჩემს დაურეკე მოვიდა დედაც იქ რაღაცა მოკლედ დაიწყო იქ ახსნა გამარტება და მთელი ამბების გარჩევა მაგრამ დედასაც ვერაფერი ვერ დაუმტკიცა
მაინც მივეციო თანხაო მივეციო გვიმტკიცებდა და ამ დროს არაფერი არ გქონდა მოკლედ იგივენაირი რაღაცა ის აზრი მებადება რომ პოლიციაში გადაგერეკა არ ვიცი და ეხლა რა ამდენი თანხაც არ იყო ეხლა საპოლიციოდ რო ღირდეს მაგრამ ну მოკლედ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი რომ ძალიან რთულია ესე ბავშვებს რო ესაუბრებიან უფროსი რო ყოფილიყო ამდენს არ გაუბედავდნენ მოკლედ თან მინდა რომ ისწავლონ ასე ვთქვათ დამოუკიდებლად ქცევა რაღაცა რთულ სიტუაციებში თავისით ესე რომ მოაგვარონ და არ დაიბნენ და იცოდნენ სად რა უნდა თქვან რა თქმა უნდა თავაზიანად რა თქმა უნდა ზრდილობიანად კულტურულად მაგრამ უნდა თვითონვე მოაგვარონ სიტუაცია უნდა იცოდნენ როგორ მოიქცნენ უფროსის გარეშე ბატონო კიდე ერთხელ აი მაღაზიაში ესეთ რამე ვეტყვი თუ მართლა აღმოჩნდება რომ გადავიხადეთ მაშინ პირადად მე მეტყვი ვოდიშს მეტყვით კარგი ხო მაგრამ ესე არ შეიძლება ნამდვილად მოკლედ იმიტომ რომ ვერ გავიგე მეორედ რატო უნდა გადამახდე რა თქმა უნდა მეორედ არ უნდა გადაგიხადა და რა ისეთი ფულია რომ აი მეორედაც რო დაეწყო უკვე ისე ძალიან ასე ვთქვათ შეტევა მაშინ უკვე უნდა დაგერეკა ჩემთვის აუცილებლად მოვიდოდი და მოვაგვარებდი მეთქი სიტუაციას ეგრე არ შეიძლება აი ესეთი ამბები მეგობრებო ძალიან ასე გულდასაწყვეტია ნამდვილად მით უმეტესად როცა რაღაცა აი ძალიან მიზერულ თანხაზეა საუბარი ძალიან ანერვიულეს ბავშვები ახლა კი მოვიდა ტკბილეულის დრო თეონამ ალადიკები დაგვიცხო აი რამდენია თან მაქვს ძალიან გემრიელი სკუშონი ჩვენ რო გვიყვარს თან რაღაცა გადაცემას ვუყურებთ უნდა მივირთვოთ ძალიან გემრიელად ძალიან გემრიელად ისეთი ფაბუკები იცის ესეთი გემრიელები იცის ჰაეროვანი და გემრიელები ძალიან ასე რომ გემრიელად მივირთვათ ყავასთან ერთად უკვე ზეგ მივდივართ დავითომ ძალიან მალე მოვიდა ეს დრო რაღაცები გვაქვს კიდე საყიდი ფიქრობთ ახლა რა ვაჩუქოთ დედას დაბადების დღეზე და ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ სიმართლე რომ გითხრათ გემრიელად მივირთვათ на корме с таким шлейфом. Здесь даже вилочка с сердцем. Для начала принесли хлеб с маслом. რა კარგია აი როგორ შეიძლება ჩვეულებრივად კარგი ფიგურა შეინარჩუნო როცა ესეთ გემრიელობებს გიკეთებენ ცოტა დაიწვა. ცოტა შეფერიან და ასე ვთქვათ მე მიყვარს ესეთი ხრაშუნები კარგი ეხლა ჩაის გავიკეთებ და გემრიელად მივირთმევ აი როგორ შეიძლება წეღან ალადიკებიო შეხედეთ კიდე რამდენი დარჩა მე ხაჭაპურიო მანამდე ღვიძლიო აი რა ვიცი აი როგორ შეიძლება დარჩე კარგ ტანზე მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ეხლა კიდე ერთ ცალს აკეთებს და ესე რა ვიცი და იყავი მე შენ ფიგურაზე იყავი ფიგურაზე მე შენ თქვენ უნდა ნახოთ ყოველ დილას არ ვიცი რამდენი ხანი კიდე გავძლებ შევძლებ მექნება მაგის შესაძლებლობა და სურვილი ვაკეთებ ვცდილობ რომ გავაკეთო იოგა გავშლი ამ ჩემს მატრას და მიდის ჰაი ჰუი დილიდან სანამ ყველას წინავს ძალიან ადრე არ ვგები მაგრამ ვაკეთებ მოკლედ რაღაცას ვცდილობ რომ ცოტა პრესიც დავამუშაო ცოტა ხელები ცოტა ფეხები ცოტა ასე ვთქვათ უკან ესეთი ზურგი რომ გავისწოროთ სულ ეს მოღუნული დავდივარ ხშირად უფრო ხშირად მოღუნული ვარ და
ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე გასწორდი ყოველთვის როცა დავდივარ. ანუ ჩემით აი ესე რომ ვიარო, რომ სწორად ვიარო, არასოდეს არ გამომდის ეს უბრალოდ რომ გავიარო და ეგრევე სწორად ვდგავარი. არა, გაშლილი გამართული. არ გამომდის რატომღაც. ხშირად უფრო მოხრილი ვარ და ვცდილობ ჩემ თავს ვაგონებ ხოლმე გასწორდი, ან სხვას რო დავინახავ, რომ ძალიან გამართულად სწორად დადის, ეგრევე მახსენდება რომ უნდა გავსწორდე და მეც ესე ვშლი იმხრებს და მოკლედ. და ძალიან ცუდია რომ ეს არა მაქვს რაღაცნაირად ბიოლოგიურად, ასე ჩემი ფიზიოლოგიურად არა მაქვს ეს რაღაცა. ცუდია. ძალიან ცუდია. ველოდები ბავშვებს გარეთ არიან, სეირნობენ. ამოვლენ და მაგათაც ვაჭმევთ. ხვალ არ ვიცი, ხვალ უკვე არაფრის სადლის კეთება, აღარ მინდა არაფრის მოფიქრება, აღარ მინდა ზეგ მივდივართ და მორჩა. ხვალ შეჭამოთ რაც გვაქვს. ესე იგი ჩემი მეუღლე მშიერი უნდა დატოვო, დავტოვო. შევჭამოთ ის რაც გვაქვს ხვალ. ხვალევანი მუშაობს, არა უშავს. ზეგ კიდე ჩავალთ და უკვე რაღაცას დაახვედრებენ. ხოთეო. მოკლედ ისე დაიმთხვა რომ კვირას, ანუ ზეგ არის დედაჩემის დაბადების, კვირას არის ხო ზეგ? ზეგ არის კვირა. ზეგ არის დედაჩემის დაბადების დღე, მას ზეგ არის ბებიაჩემის დაბადების დღე. ესეთი დამთხვევა მეგობრებო. ასე რომ კვირას ჩავდივართ, რა გადარჩა 2 დღე. და მოკლედ იხილეთ ჩვენი სოფლის ვლოგები, ვისაც ძალიან უნდოდა, ვინც ელოდებოდა. ჩემსავით ძალიან და ველოდები აი არარეალურ აქტიურობას, ველოდები ძალიან ბევრ კომენტარებს, ველოდები ძალიან ბევრ ლაიქებს, ძალიან ბევრს ანუ დაშეარებას, ასე ვთქვათ, რომ თავის მეგობარს გაუგზავნის ვიღაცა, ვისაც ჯერ კიდევ ნანახი არ აქვს ჩვენი ვლოგები და მინდა რომ კიდევ უფრო ბევრი მაყურებელი გყავდეს, რათა ძალიან მალე მივიღოთ ჩვენი პირველი ღილაკი. ანუ ჯერ კიდევ ბევრი გვინდა მაგამდე, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა რომ ძალიან იაქტიუროთ, აი რაც აქამდე არ ყოფილა, იმიტომ რომ ვხედავ რომ კომენტარებში ძალიან ბევრი მწერს, რომ აი მოუთმელად ველოდები თქვენი სოფლის ვიდეოებს და რა ვიცი, იმედია გაამართლებს თქვენი მოლოდინი და ჩემი მოლოდინებიც რასაც ველოდები რომ ეხა ბევრი ნახვები იქნება და მოკლედ იმედია მოგეწონებათ იქავრობა, ვეცდები რომ ყველაფერი საინტერესო და არასაინტერესოც გადავიღო ხოლმე და რა ვიცი, იმედია მოგეწონებათ ყველაფერი. ასე რომ აუცილებლად უყურეთ ხოლმე. ახლა მე წავედი, უნდა დავაგემოვნო ეს გემრიელი ხაჭაპური. აი, ეგზები თუ იყოს. თქვენ კი გისურვებთ მშვენიერ საღამოს და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. მიყვარხართ ძალიან, მადლობა რომ გვიყურებთ და ჩვენთან ერთად ხართ. დაგვილაიქეთ. გემშვიდობებით, წარმატებები ყველას.